არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა ხვალ-სასჯელ აღსრულების სამინისტროსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს. ლოზუნგით დანაშაული არავის შერჩება. კოალიციის წევრები საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც გამოიძიებს თუ რატომ დამალეს სუბარის უწყებაში მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ სამინისტროში კადრები არსებობს და მათი არ გასაჯაროების შემთხვევაში ისინი სუბარის გადადგომას მოითხოვენ. ჩვენ საზოგადოების ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება ვიწყებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტს, რომ მოხდეს იმ კადრების ჩვენება, რომელიც დაადასტურებს რეალურად მოხდა თუ არა ციხიდან ივანე მერაბიშვილის გაყვანა. ჩვენ მოვითხოვთ სოზარ სუბარისგან რეაგირებას, მან საზოგადოებას უთხრა, რომ რამოდენიმე ტერაბაიტი არსებობდა ამ ჩანაწერის და შემდეგ ერთი თვის შემდეგ გვეუბნება, რომ რეალურად არა ტერაბაიტი, არამედ 24 საათში ერთხელ იშლება ეს ჩანაწერები, რაც არის რეალურად სიცრუე და ეს დანაშაული და ამ დანაშაულის დაფარვა არავის არ შერჩება. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ ბატონი სოზარ სუბარმა ჯერ გამომდინარე იქიდან, რომ რამდენი ხანია უკვე გვატყუებს, ჯერ განაცხადა, რომ თურმე 10 დღე ინახებოდა ეს ფირები, შემდეგ მან განაცხადა, რომ ძალიან დიდი მოცულობის არის და დიდი დრო დაჭირდებოდა და მე უეცრად სურპრიზი მოგვიწყდა, გითხრა, რომ 24 საათში იშლებოდა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მოვითხოვოთ თუნდაც სოზარ სუბარის გადაყენება და მის პასუხისგებაში მიცემა.